ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სულ ყველას მობრძანებისთვის და მინდა რომ ბედნიერი შობა ახალი წელი გისურვოთ და ყველაფერი საუკეთესო. მადლობა თქვენ რომ ესეთი საყვარელი ლამაზი და ნიჭიერი ბავშვები აღზარდეთ და ძალიან ბედნიერი ვარ მართლა რომ მე მათი მასწავლებელი ვარ და მათთან მომიწია გარკვეული პერიოდი, მაგრამ ნუ მაინც მომიწია მუშაობა, იმიტომ რომ არიან ძალიან ნიჭიერი ბავშვები და ძალიან კმაყოფილი ვარ მართლა და უფრო მეტ და ბევრ საინტერესო სიტუაციებს გვირდებით, მე გაძლევთ ამის პირობას და მინდა რომ ყველაფერი წარიმართოს კარგად და რა თქმა უნდა ერთს ვთხოვთ რომ მობილური ტელეფონები გამორთოთ ან უბრალოდ დაამიუთოთ რომ უნდა გადაიღონ და ხელი უარ შეგვეშალოს პროცესში და კიდევ ვთხოვთ რომ აპლოდისმენტებით არ დავიშუროთ ბავშვების მიმართ და მოკლედ დავიწყოთ ჩვენი ლამაზი კონცერტი და გთხოვთ რომ მობილიზებულები იყავით და სრული სიყვარული გჭირდება. მე წამყვანი ვარ და მხიარული ნოტების კონცერტი მიყვარს თქვენ მიბრძანდებით. მე ხლაშენი მე ამ ხლაშსა გამოვიარე ბოშო და რა თქვა აი ამ გოგო და კონცერტიაო შენ თუ ვერ გაიგე ჩვენ გავიგეთ მოიცადე ჯერჯერ მიშადელის უშად სწავლის და მერერეყვით ვაიმე ბოშო ესენ ვინ გრებია ბაკელებს ყანა ბაკელებიო საიდან იცი დასუნა საიდან იცის მარია იცი მოიცადე რა სულ გამახსენდა ეს ხომ მხიარული ნოტების კონცერტია დიახ, მხიარული ნოტების კონცერტია. ვაიმე ლუკა, შემიძლია ნაშია ხუციშვილი. ობა მაქსელის მცოვარია, ობა ეს შეშასაშესი აღარ შემ მაინტერესებს ეს შეშავისია. სესილი, გადავიწყდა. აიხე, მარიხე, სალიხე. სიგიჯიხე, ხეხეხური, ბარბარახე, მარიამხე, ყვაწარახე. ტექსტი ისწავლე. всё, მოჩა. თიკაზე წავედი. ამ გოგოს წუწუნი და ახლა ესენიც ყველგან წუწუნებენ. მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან. ლუკა, თაძრის ლუკა. უბრალოდ ხმამაღლავით. ამბო პეტროშავი გადამოგვიდა საზიან შერგი ბედი და მინათე ჩემო ფისუნია მიაუ ჩემო ფისუნია მიაუ გამოდეთ აქ რამდენი ხალხი შეგრებილთან ხაბადონე თქვენი სიტ რა ხდება ან თქვენი სიტ რა ხდება რა ხდება და მხიარული ნოტების კონცერტია
ძალიან კარგი შვილები ვიყავ, ძალიან კარგი ბავშვები ვიყავ და ერთმანეთთან რაბათან დაგახმარებოდი. გულოცავ ჩემს პატარებს ახალ წელს, თქვენც გილოცავ ჯანმრთელობა და ბედნიერება არ მოგიჩვენოთ. ეხლა ვიწყებთ ხიარული ნოტების კონცერტს, ჩემი პატარები მომწალებული ღონისძიება შემოგთავაზებენ ამ კონცერტ ჩვენერაზე და ის როგორც მინიკო გითხრათ, არ დავიშუროთ. აში და ნუ შეგვაქვს შეძლების და გვარა, ამათ კარგად წავდები. ნოტების სცენაზე დადგა სამი წლის რო იყო. მინდა მას ვკითხო, რა დაგიტოვა მხიარულ ნოტებმა? ანუ შედის რა არის მხიარული ნოტები? მხიარულ ნოტებში, როგორც ნინი მაგნიშნა, სამი წლის ასაკში შევასრულე სიმღერა ეს საწყალი კურდღელი, ნათიას ეჭირა ჩემთვის მიკროფონსაც ვერ ვიჭერდი, ხელში ისეთი პატარა ვიყავი და მხიარულ ნოტებში ნამდვილად პროფესიონალი ადამიანები არიან, ამდენი წელია ასე კარგად მოღვაწეობს ეს სტუდია, ნამდვილად სწორ ადგილას არიან თქვენი შვილები და მინდა თქვა რომ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა მხიარულ ნოტებმა, იმიტომ რომ სამი წლის ასაკში უკვე ვიდექი სცენაზე და მღერადი. მადლობა რატიო ჩვენთან მოხვედით. მოდი მაშინ ჩვენ ექსპროტად მე და რატი შეგისრულებთ სიმღერას.
და თქვენ საკვებით ერთად მივყევით. თოვლის ფანტელებო, თეთრად რომ დაფარეთ ფრთები, ყველგან რომ ჩერდები ჩემს ხელის გულებზე, ასე მალე რა დომდნები. ფიფქებო, კათკათა ფიფქებო, კათკათა ფიფქებო. თქვენი მოსლავე რომ ასე მიხარია, არიცით ალბათ, მინდა მოგეფეროთ კათკათა ფიფქებო, ცოტა ხნით დურს არ ლუძახვა. ფიფქებო, კათკათა ფიფქებო, კათკათა ფიფქებო.
მესმის თაწმინდაზე შენთან ერთად მაღლდები ვიცი რაზე ჩურჩულებე შენი თბილისალები შენი ძველი ქუჩები და შენი ედემ ბაღები შენი ისეთი ლამაზი ხარ ავთვალსარე ნახვები თბილის ქალაქო შენმა დარმაციდარა შენი ხარეონდა მე სულ არა მინდარა ჩემო თბილის
ქალაქო შენ მადარმაცი დარა შენი ხარე ოღონდას მე სულ არა მინდარა გადაიციბებოს. მოდი ერთად ვუღეროთ. მოდი ყველა ერთად ვუღეროთ. დიდხანს სიცოცხლეს და ასეთი გებედნიეროთ მთელი ცხოვრების მანძილზე.
გამოცხადება პატარებს ყოველთვის მობილიზებულები არიან ახლა კი ყველა ერთად შეგისრულებენ სიმღერას რა ღამეა გთხოვთ აპლოდისმენტებით გამომხნევოთ ისინი
Კარჩი სცენაზე არ სადაც ახვიდეთ. ჩვენი კონცერტი დასასრულს მივახოდა და საცხაროა, მაგრამ მორჩით. თავარია ახლა შემდგომ პროცესებს მივხედოთ და ახლა მინდა მოვიწვიო სცენაზე ქალბატონი მარინა მობრძადით ჩვენთან ერთად და მე რა თქმა უნდა სიტყვას იტყვის. ახლა რა თქმა უნდა თქვენ იცით რომ პატარებისთვის გვაქვს საჩუქრები რომლებსაც დღეს მიიღებენ. აუცილებლად ყველანი დაიმსახურეს ნამდვილად აპლოდისმენტებით. დაიმსახურეს კი ნამდვილად აპლოდისმენტებით. ახლა კი მინდა მოვიწვიო სცენაზე წარმომადგენელი Happy Days, რომლებაც ბავშვებს შეუქმნათ ეს ანუ გავუწევთ ეს საჩუქრები და გთხოვთ თქვენს წინაშე წარსდგება გიგი ქებაძე, Happy Days წარმომადგენელი. მოგესალმებით, გამარჯობა. მოგესალმებით, პირველ რიგში გიოცავთ გამდექშობა ახალ წელს. მე ვარ გიგი ქებაძე, Happy Days წარმომადგენელი სათამაშოების მაღაზიის. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს წვრილი შეგვაქვს ამ ღონისძიებაში და ჩვენი მიზანია და ზოგადად Happy Days და რა თქმა უნდა წარმატების საწინდარია, რომ ხელოვნებისთვის ესე რომ ვთქვათ, შექმნა და გამოყო საჩუქარი და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხოდო თითოეულ მონაწილეს იმ ნიჭისა და ენერგიისთვის, რომელმაც დღევანდელი საღამო წარმატებით და საკმაოდ ლამაზად ჩაატარა. მადლობა თქვენ Happy Days ამ კარგი საჩუქრებისთვის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მხიარებოდები 23 წლის გახდა და დაბადებისია და აპლოდისმენტები მხიარო ნოტებს და ამ ლამაზ ბავშვებს. და მინდა გამოვაცხადო ახლა ქალბატონი ნათია ხუციშვილი, რომელმაც მართლა ნაბიჯ და მართლა დაუღალავი შრომით მივიდა აქამდე, რომ დღეს მხიარებოდები 23 წლისაა. და გთხოვთ ქალბატონ მარინას, რა თქმა უნდა ქალბატონი მარინაც დაუღალავად შრომობს. ძალიან უყვარს ეს პროფესია, მე თვითონ ვიცი, მთელი ცხოვრება ამ სფეროში გაატარა და გთხოვთ დავამხნევოთ ისინი, აგავხნებათ ჩრდილოეთ კრისპიში და სიტყვა გადავცეთ მათ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეხლა შეგვაფასეთ ალბათ სათანადოდ, ეხლა იყო რაღაც ხარეზები, ზოგი დეტონაცია იყო, ზოგი გამოსვლა, ზოგი შესვლა სცენაზე. ეხლა ეს ბუნებრივად ახლავს ყველა კონცერტს, წლები შეიძლება დადიოდეს ბავშვი და რაღაც ნიუანსი გაეპაროს, ხო? შეიძლება ხდება ყველაფერი, მაგრამ მე პირადად კმაყოფილი ვარ ჩემი პატარების და დიდებისაც, რა თქმა უნდა, კარგად გაართვეს თავი და რატომ? 2 თუ 3 თვეა, რაც დავიწყეთ ეს სასწავლო წელი და 80% ჩვენი სტუდიის არიან დებიუტანტები, მინდა გითხრათ და იცით ალბათ საქმის ხელში ხართ. 1 თვის მოსული ბავშვები, ზოგი 2 თვის, ზოგი 3 თვის, ფიზიკურად მეც ვერ შეძლებდნენ და შეძნეს მაქსიმუმი, მე მინდა გითხრათ. შეიძლება ზოგი დავუშვათ უკმაყოფილო იყოს, აი მე ესე ვერა, ან ასე არ არის ესე ჩემოკარგებო. რთულია ფონოგრამასთან და თუნდაც ფორტეპიანოსთან შესრულებას სიმღერის ცოცხლად ძალიან ურთულესია ვინც კი ერკვევა ამ სფეროში დამეთანხმებით. ეს არის ურთულესი პროცესი, მაგრამ კარგად გაართვეს ჩემო პატარებმა თავი. მე მინდა მადლობა მოგიხადოთ ჩემო პატარებო, ძალიან მიყარხართ. თქვენ იცით და მადლობა პატარებო. მეძნიერება იცით რა არის, ცოტა გამიგზავნა სიტყვა, მაგრამ მაინც უნდა თქვა, იმიტომ რომ საშუალება მომეცა ახლა ამისი და ხელიდან არ გავუშვებ. ძალიან მიყვარს, აი თითოეული მათგან და ზოგადად ბავშვები მიყვარს და მით უმეტეს ესენი.
ძალიან კარგები, თბილები, საყვარლები, კარგი გაზრდილები, კარგი ოჯახიდან გამოსულები. თქვენ მინდა მადლობა მოგიხადოთ დედიყვებო, მამიყვებო ამისთვის. ამათ მინდა მადლობა ყველაზე ძალიან რაზე გადავუხადო. იცით, შეიძლება მე მიყვარდეს ყველა ბავშვი, მაგრამ ამათგან ასიუდენ სიყვარულს ვგრძნობ. ეს მე მადლიერებს და მახარებს. ამაზე დიდი ჯილდო მასწავლებელისთვის არაფერია დამეტანილი. მოიყვარს დედებს დაუჭრათ და მამებს. ტაში ბავშვებო. გილოცა კიდევ ერთხელ რამდენ ახალს იხარეთ და იბედნიერეთ. ბავშვობაში დავბრუნდი მარინა მასწავლებელო. ის პატარა აი 3-4 წლის ვიყავი, რომელიც დედამ წამიყვანა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ქალბატონი ლამზირა მინდა მოვიკითხო და ძალიან დიდი ნაბიჯებით, ეტაპებით მოვედი აქამდე და რა თქმა უნდა ცოცხალი შესრულება ურთულესია და არა მარტო პატარების დიდებსაც ვიჭირს დღეს ვართხმაზე ხვალ ასეთ ხო? ამიტომ მართლა დიდი მადლობა ამ ბავშვებს ამათთვის და თქვენს მშობლებო უღმესი მადლობა და მე მინდა ერთი თხოვნა მაქვს ეს საჩუქრები რაც ჩვენს პატარებს დღეს უნდა დაურიგდეთ ჩვენც აუცილებლად ერთ დღეს დავთქვათ და წავიღებთ ამ საჩუქრებს ვისაც სურვილი გაქვთ ეს არ არის დაუშვათ თავდავის თავ რო გითხრათ რომ რაღაცა ძალას გატანთ არა ერთ დღეს ჩვენ ვისაც რა შეგვიძლია ვისი საშუალებაც გაქვთ ამ საჩუქრებთან ერთად მივლოცოთ უბრალოდ ერთი დღე და ახალი წელი და იმათ ძალიან გაუხარდებათ იმიტომ რომ მათ არ ყავთ დედა, მამა და შემდეგ ეს სიტყვა ეს მინდა რომ ბავშვებმა ნახოთ ყოველთვის ვაკეთებთ ჩვენ ამ პატარ-პატარა ღონისძიებას და ყოველთვის შობელი გვიდგას გვერდში და უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის აი არ ვიცი დღეს უკვე იმდენად ემოციებით ახსავსე ვარ მართლა პატარა ბავშვი მეგონა ჩემი თავი ამახსენდა ის პერიოდი და მე მინდა გითხრათ კიდე უღრმესი მადლობა დღეს ჩემ რატის ჩემს უსაყვარლეს რა ვიცი ნინა დიდი მადლობა მადლობა დედას მადლობა დედას რომ მართლა და კარგი ლამაზი საღამო რა ვიცი დღეა რომელიც საათია გამოგვივიდა ყველას დიდი მადლობა ამისთვის მშობლებო ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ბესოლო მსაძეს ჩვენი სტუმრობისთვის უღრმესი მადლობა და გთხოვთ აპლოდისმენტები ბესოლო მსაძეს ნამდვილად არ მინდა რომ ვინმე გამორჩეს მიგვიღო კოლეგა ჩემი ბესო დიდი სიყვარულით შორიდან დაგვითო ფაქტურად მისი სახლი მადლობა მე რა ლამაზი ყვავილებია გამარჯობა გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს გამდენ ახალწელს შობას მრავალს გაესწარით პირველ რიგში უღრმესი მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის ჩვენი შვილების გახარებისთვის ჩვენი გახარებისთვის ეს პატარა სცენაა მაგრამ აცი კიდევ მრავალს თქვენს გვერდით ყველას ნამდვილად პირველი ჩემთან მოვა თებია შარაშენიძე თებია მოდი აპლოდისმენტები თებია მუცა წოლკიძე მოდი ჩემთან მუცა არის შენ საჩუქარი აპლოდისმენტები დაუხლათ ბავშვებს ახლა ელენე ჩიკობავა მოდი ჩვენთან შემოვამაგო აპლოდისმენტები ადგილები ლიზის სამაია აპლოდისმენტები ლიზის მაშო ლორკატიძე აპლოდისმენტები მარიამ ძნელაძე ნიტა გობეჯიშვილი ანდრია მერებაშვილი გთხოვთ ანდრიას ლურჯი აი ეს ნატალი კოდაფიძე ნატალი არ ყავს ხო ჩვენ დღეს აქ ბოდიში ახლა კი ილე ჯალიაშვილი და ნიატო საჯაია ერთად მოდი თქვენ დუეტი ხართ არა ვადისფერია ნაირები აბსოლუტურად სესილი ჭოიძეს ხოთ მარი დუბეი
Аплодисментები ლუკას. ბარბარე ზანგურაშვილი. Аплодисментები. ლუკა სულთანოვი. ელენე ჯანიაშვილი. Taso Gigashvili. Saba Jayani. Ela საფტაში. Დაიმე ჩვენი თუთი მოგამოხრჩა, როგორ მიყურებდა და პირველი თუთიკო საჩუქარი იყო. თუთიკო თეკლა ქეშიკაშვილი. მე მაპატია ჩემო საყვარელო. დღეს მხიარულ ნოტებს ჰქონდათ ძალიან ლამაზი მოგრძალებული კონცერტი. დღეს ჩვენი მხიარული ნოტები ზეიმობს 23 წლის თავს, რაც ფუნქციონირებს და ჩვენს ბავშვებს ემსახურება მათ ბავშვობას, ამ მხიარულებს ლახს ხდის და ძალიან ლამაზ ხდის მათ ბავშვობას, ასე ვთქვათ. დღეს ჩატარდა საახალწლო კონცერტი პლუს სტუდიის კონცერტი, სტუდიის დაბადების დღე და მიულოცავ ჩემს ლამაზ ბავშვებს, მათ მშობლებს, ყველა ოჯახებს დამდეგ ახალ წელს. მინდა ბედნიერება უსურვო, ჯანმრთელობა პირველ რიგში და ეს განწყობა, რაც დღეს ჰქონდათ ჩემს პატარებს, ესეთი განწყობა არასოდეს განელებული იყოს არც ერთი ბავშვისთვის. მინდა ბედნიერი მომავალი უსურვო ყველა ბავშვს, წარმატებული ცხოვრება და ყველაფერი საუკეთესო. გილოცავთ დამდეგ მშობა ახალ წელს, ყველას მოგილოცავთ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მხიარული ნოტების ხელმძღვანელებს, ქალბატონ ნათიას, მარინას, ნინიკოს, შეუძლებელი შეძლეს ამ მოკლე ხანში. ულოცავ მხიარულ ნოტებს 23 წლის იუბილეს. უფალმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და ჩვენი შვილების გახარებისთვის, რავი, ასმაგად დაგლოცოთ უფალს, ძალიან დიდი მადლობა ამ ლამაზი დღისთვის, მიყვარხართ და გეფერებით ყველას. ნამდვილად დიდ ღვაწლს დებენ ქალბატონი მარინა, ქალბატონი ნაცია და ქალბატონი ნინი ამ საქმეში, ამ კეთილ საქმეში ბავშვებს ზრდიან ძალიან დახვეწილად, ძალიან კარგად, ძალიან რო იტყვიან მე მომწონს ამათი შემოქმედება და მინდა რომ წარმატებები უსურვო, წინსვლა და ვლოცავ დაბადების დღეს. დღეს არ აქვს დაბადების დღე, მხიარულ ნოტებს წინსვლას. დღეს არის მხიარული ნოტების 23 წლის თავი, ვლოცავ ყველა ბავშვს, ყველა მასწავლებელს, ვუსურვებ წინსვლას, წარმატებებს. პირველ რიგში გილოცავთ დამდეგ მშობა ახალ წელს. დღეს, როგორც მოგეხსენებათ, ჩატარდა მხიარული ნოტების აღსანიშნავი კონცერტი, სადაც წარმატებით გამოვიდნენ მხიარული ნოტების ბავშვები. მე ვარ გიგი ხებაძე, Happy Days წარმომადგენელი და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მხიარული ნოტებს, რომ წვლილი შეგვატანინა ამ საქმეში, ამ კეთილშობილურ საქმეში და მინდა მოკლედ თქვა, რომ დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 11 ფილიალი, აქედან 2 არის ქალაქ გორში და 11 წელიწადია უკვე ჩვენ მსახურებით ამ ბავშვებს, რომ გავუბედნიეროთ ყოველდღიურობა და მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო მხიარულ ნოტებს და ჩვენ ყოველთვის გვერდში დაუდგებით ამ კეთილშობილურ საქმეში. მადლობა დღევანდელი დღისთვის, მართლა ძალიან კვაყოფილი ვარ. დღეს კარგი ლამაზი საღამო გამოგვივიდა სტუდიას. ნამდვილად მინდა მივულოცო დამდეგი შობა ახალი წელი ყველას, მთელ საქართველოს. წარმატებები მინდა ჩემს ბავშვებს ვუსურვო, წინსვლა და რა თქმა უნდა მშვიდობიან საქართველოში ეცხოვროთ. პირველ რიგში ჩვენ შევძელით დღეს 1-2 საათნახევარი უფრო სწორად მათ რაღაც ეტაპი, რაღაც ბედნიერება ვაჩუქეთ და ის წუთები. მე მინდა უღრმესი მადლობა მშობლებს, თანადგომისთვის, აბსოლუტურად ყველას და მადლობა რა თქმა უნდა სტუდიის პედაგოგებს,
აღარ ჩამოვთვლი ახლა სათითაოდ ვინმე არ გამომრჩეს. მადლობა თუნდაც საჩუქრებისთვის ჩვენ შევძლებთ აუცილებლად საქველმოქმედო პატარა კონცერტს ჩავატარებთ ბავშვები რომელიც არიან დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მივალთ რაც შეგვიძლია ჩვენი წვლილი მინდა შევიტანოთ მშობლების დახმარებით რა თქმა უნდა დიდი მადლობა ყველაფრისთვის